გეხსოვებათ არის ესეთი კაცი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს რამდენი წელი გასულა 14 წლის წინ კუნძულ ოტოიაზე მოაწყო საშინელი ხოცვა ჟლეტვა, ასე ვიტყვი, რომელსაც ბევრი მათ შორის ერთი ქართველიც შეეწირა და ეს კაცი 14 წელია საპატიმროშია, იხდის სასჯელს ნორვეგიის საპატიმროში, რომელსაც ქვია სკიენის საპატიმრო ციხე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საპატიმრო ნორვეგიაში. ის არის ცალკე ბლოკში მოთავსებული, იზოლირებულია სხვა პატიმრებისაგან, მიზეზი არის უსაფრთხოება. მას აქვს, გაგიკვირდებათ და ბევრი თქვენგანი და მეც, ულახდედავთ ლაბარაკობ, მეც ცოტა კარგად ვერ ვიგებ ამას, მაგრამ მაინც. მას აქვს 6 ოთახიანი კამერა, ის თავად ამზადებს სადილს, საუზმესად თუ სადილს თუ ვახშამს საკუთარი თავისთვის. ერთი ოთახი არის საძინებელი, ნორვეგიაზე ვლაპარაკობთ, ძალიან უაღრესად წარმატებულ ქვეყანაზე, ევროპულ ქვეყანაზე. მეც არ მესმის, მეც კარგად ვერ ვეგუები, მაგრამ ასეთია სტანდარტი, გაგიკვირდებათ და მეორე არის სამუშაო ოთახი, სადაც მას შეუძლია წერა, ამ რამ წაკითხვა, ბიბლიოთეკაც არის, რამდენადაც ვიცი, სწავლა შეუძლია. მესამე არის ტრენაჟორები, სავარჯიშო ოთახი, საერთო ოთახი, მცირე ტრენაჟორებით და ტელევიზორიც აქვს. ციხის ადმინისტრაცია ამას უწოდებს ჰუმანურ იზოლაციას, მართლა არ მისმის ხალხო, როგორ შეიძლება კაცი, რომელმაც ის ამბავი დაატრიალა კუნძულ ოტოიაზე, ოღონდ მე რომ არ მესმის ეს ჩემი პრობლემაა და არა ნორვეგიის მართლმსაჯულების სისტემისა, მას ამას უწოდებენ ჰუმანურ იზოლაციას. ეს არის ესე იგი ჩაკეტილი ერთის მხრივ საკანში, მაგრამ მეორეს მხრივ აქვს სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა, უბრალოდ არ აქვს სხვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ის რამდენად ცნობილია, იღვიძებს სისხამდილით ბრეივიკი, ვარჯიშობს, კითხულობს, ტელევიზორს უყურებს. დღეში დაახლოებით 1 საათნახევითან 1 საათით უშვებენ გარეთ სეირნობისათვის. აკითხაითო საჭმელს თავად ამზადებს, კიდე ის თქმა შეიძლება. ტელევიზორს უყურებს, სწავლობს, მან მიმართა ერთ-ერთ უნივერსიტეტს, რამდენადაც მახსოვს, და იმ უნივერსიტეტმა უთხრა უარი მიღებაზე, დისტანციურ სწავლებაზე. და ეს ფაქტია. კომუნიკაცია. როგორი კომუნიკაცია აქვს ბრეივიკს. წერილების გაგზავნა და მიღება მას შეუძლია, ის წერს წერილს, აგზავნის წერილს, არ არის საუბარი რომანტიკული ხასიათის წერილებზე. სხვაშორის რამდენიმე ხნის წინ კი არა, პატიმრობის დასაწყისში მას უგზავნიდნენ მასზე შეყვარებული თუ მასში შეყვარებული ქალბატონები წერილს, სიყვარულს უხსნიდნენ, ესეთი წერილები მას არ მისდის და ამგვარ წერილებს ვერ აგზავნის, მაგრამ ყველა სხვა წერილის გაგზავნა შეუძლია, ოღონდ იმ დაშვებით, რომ უნდა გააკონტროლოს ციხის ადმინისტრაციამ, საჭიროების შემთხვევაში კიდე ალბათ ესე იგი ამ დაწესებულების ზემდგომმა ორგანომ და ცენზურას გადის მეთქი თავისუფლად ვიტყვი, ამას არ მობერიდება. საადმინისტრაციამ ციხისა არაერთხელ დაბლოკა მისი კორესპონდენციები, ოღონდ კორესპონდენციები, რომლებიც არა სასიყვარულო ურთიერთობებს ეხებოდა, არამედ კორესპონდენციები მის მიერ გაგზავნილები, რომლებიც იდეოლოგიურ შინაარსს ატარებდა, არ ვიცი ვინ იყო სიმართლე გითხრათ ადრესატი, ტელეფონითაც კი სარგებლობს, თუმცა იშვიათად და მას შეუძლია კონკრეტულ პირებთან, მოსაზღვრულია 5-10 კაცი, ვისაც შეუძლია, რომ ვისთანაც კავშირის დამყარება შეუძლია. ურთიერთობები არ აქვს ნებადართული პაემნები ან რომანტიკული შეხვედრები, თუმცა ესე იგი მან თავადაც სცადა ბევრ ქალთან ურთიერთობის დამყარება და ასე შემდეგ. მას იცით თქვენ რომ მიესაჯა ესე იგი 14 წელია გასული, 21 წლიანი პატიმრობა, რაც ნიშნავს რომ 21 წლის შემდეგაც, ესე იგი ამას ქვია როგორც ესე იგი გაგრძელებით პატიმრობა, ნიშნავს რომ 21 წლის შემდეგაც შეიძლება ციხეში დარჩეს უვადოთ თუ კვლავ საფრთხეთ ჩაითვლება
საზოგადოებისათვის. რეალურად ნორვეგიის ხელისუფლება არ აპირებს მისგან თავისუფლებას, უნდა ვთქვათ, იგი ალბათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩება პატიმრობაში. ხო, კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ესე იგი პაემნების უფლება კი არ აქვს, მაგრამ ოჯახის წევრები, ახლობლები შედიან მასთან, ანუ სხვებთან არ აქვს პაემნების უფლება, სხვები და ოჯახის წევრები კი შედიან მასთან კომუნიკაციაში. შეზღუდული პირადი კონტაქტები, მაგალითად ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან, ასე წერია. ხო, აი იმის თქმა შეიძლება, ხო, რა ვიცი, რატომ გავიხსენე ახლა ეს ყველაფერი ანდერს ბრეივიკი რა შუაშია ახლა ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილესთან. უბრალოდ მინდა გაგახსენოთ, რომ ანდერს ბრეივიკი არის კაცი ტერორისტი, რომელმაც კუნძულ ოტოიაზე დაატრიალა ის ტრაგედია, რაც დაატრიალა, შევარდა, შეიჭრა, გადაცხრილა ადამიანები და ჩვენ, მათ შორის მეც ვაღიარებ, კი არ გვესმის, როგორ შეიძლება ამგვარი საშიში და დამნაშავე და ამგვარი კრიმინალი, ამგვარი რეციდივისტი არა, ამგვარი კრიმინალი ამყოფო ამ პირობებში, მაგრამ კი ვთქვი კიდეც, რომ ეს არის ნორვეგიული და ზოგადად ევროპული სტანდარტი, სხვა გვარადაც არის, მაგრამ აი ნორვეგიაში უაღრესად განვითარებულ ქვეყანაში კი ასეა. ეს ყველაფერი კი გამახსენდა იმიტომ, რომ იცით თქვენ, რომ ჩვენ გვყავს ბევრი და ბევრი პატიმარი, რომლებიც ერთმანეთზე უარეს დღეში არიან. ამას წინათ კი არა, გუშინ თუ გუშინ წინ უსმენდი იუსტიციის მინისტრს სტატწოდებულ პაატა სალიას, რომელიც ერთი ხანობა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელიც კი გახდა, ცხადია, მიიტაცა მაშინ ხელისუფლებამ რუსთავი 2, მაგრამ ამას არ აქვს ხა მნიშვნელობა, მოკლედ ეს კაცი არის იუსტიციის მინისტრი და ამგვარი რამ თქვა, რომ ყველა პატიმარიო ჩვენთვისოთ აბსოლუტურად თანაბარიაო. ჩვენ აბსოლუტურად ჰორიზონტალურად მიუდგებით ხოლმეო. არ არისო რომელიმე პატიმარი გამორჩეულიო, სწორი მიდგომაა რასაკვირველი რატო უნდა იყოს რომელიმე ერთი პატიმარი გამორჩეულ მდგომარეობაში და რომ რატომ არ უნდა იყოს მეორე იგივე მდგომარეობაში. ყველა თანაბარს თანაბრად უნდა უდგებოდე, აი მიუდგებოდე ხო, აი მაგალითად რაღაც საკვებია, საკვანა ისეთივე საკვებს უნდა იღებდეს ერთი, როგორცაც იღებს მეორე, ანუ ის სერვისები, რომლებსაც აწვის სახელმწიფო ჩვენი გადასახადის გადამხდელის ფულით, მაგრამ რატომღაც ეს არ ვრცელდება, არ გადავრცელდა ახალ პატიმრებზე, რომლებსაც სახელმწიფო წოდებული ბანდა, ხელისუფლება წოდებული ბანდა სახელმწიფო გადატრიალებას სტენის, აბრალებს ამათეული კანონებით სახელმწიფო გადატრიალებაში ისინი დასადებნი მართლაც არიან, ამაზე ოდნავ მოგვიანებით თუ მოვახერხე საუბარი, თუ მოვასწარეთ საუბარი და მე ვლაპარაკობ 5 თუ 6 ადამიანზე, ესე იგი პაატა ბურჭულაძეზე, მსოფლიო ბანკზე, მურთაზ ზოდელავაზე, ირაკლი ნადირაძეზე, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეზე, პაატა მანჯგალაძის შვილის არაჩვეულებრივი წერილი გავრცელდა, ეგრა მაგის პასუხია რამდენიმე დღის წინ, როგორ მიმართავს ის მამას, როგორ ურთიერთობს ის მამასთან, როგორ ამხნევებს ის მამას, დარწმუნებული ვარ, სხვების ოჯახის წევრებიც, სუსტად ისევე როგორც დანარჩენი სხვა სინდისის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, მხარში უდგანან საკუთარ ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ უსამართლო და არაკანონიერი ხელისუფლების მიერ არიან დატყვევებულნი, უმრავლესობა მათგანი კი არა, ყველა მათგანი დატყვევებულია. მაგრამ პაატა მანჯგალაძეზე არ ვლაპარაკობ ახლა და არც რომელიმე ერთზე, ამ ხუთეულიდან, ესე იგი ბურჭულაძე, ზოდელავა, ნადირაძე, ბერიძე და მანჯგალაძეს ამათ ხუთივეს აუკრძალეს პაემნები, ანუ ოჯახის წევრები ვერ ნახავენ მათ და ვერც წერილებს გამოაგზავნიან ისინი საპატიმროდან. იქნება და ასე მაგალითად მურთაზ ზოდელავას უნდა რომ საზოგადოებას გააცნოს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით რა მოხდა 4 ოქტომბერს რეალურად, მაგრამ ამ ჯოჯოხეთურმა რუსულმა ხელისუფლებამ ყველა კონვენცია დაარღვია, ყველა წესი დაარღვია, ყველა კანონი, მათ შორის საერთაშორისო კანონი დაარღვია და ახლავე დავსერჩავ, მეც არ დამისერჩავს, რას ეხება ეს რას გულისხმობს ეს საერთაშორისო კონვენციები და რა შემთხვევაში შეიძლება შეეზღუდოს პატიმარს კორესპონდენციის გამოგზავნა და სატელეფონო აზარის უფლებას კი ჩამოართვა და ეს ყველაფერი გაგიკვირდებათ და მოხდა სწორედ იმის გამო და მას შემდეგ რაც გუშინ მედიის ტელესაშუალებებში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში, 2-3 დღეში, სწორედ მურთაზ ზოდელავა გამოაგზავნის წერილს საპატიმროდან, რომელშიც ახსნის
რა მოხდა მის ვერსიას თუ გნებავთ ასე ვიტყვი შემოგთავაზებს იმასთან დაკავშირებით რა მოხდა 4 ოქტომბერს რაც ძალიან სერიოზული ძალიან დიდი მოდი ასე ვიტყვი საჯარო ინტერესის საგანია ახლა ვკითხოთ ChatGPT-ს თუ გნებავთ ან თუ გნებავთ დავსერჩოთ დავგუგლოთ აქვს თუ არა რა შეგვაცავთ სხვანაირი ფორმულირება რა არის თუ არა მოდი ესე ვიკითხოთ თუ არა მოდიში პატიმრის უფლების შეზღუდვა თან ისინი არ დაგავიწყდეთ რომ ისინი ბრალდადებულნი ჯერ არ არიან ნუ ისინი დაპატიმრებულნი არიან მაგრამ სასამართლოები რომელთა დროსაც რომელთა შედეგადაც უნდა განისაზღვროს მათი საპატიმრო ვადა არ გამართულა არც ერთის არც მეორის არც მესამის არც მეოთხის არც მეხუთისა არც ხვებისა ეგ რა მაგის პასუხია და არ გასაჩივრებულა ზემდგომ ინსტანციებში რომს გამოიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი არის თუ არა პატიმრის უფლებების შეზღუდვა მათთვის კომუნიკაციის აკრძალვა პაემნებისა და კორესპონდენციებისა ყველაფრის ცოდნეს გაუგზავნე მიხვდებით ვისაც და რა კონვენცია და კონვენციის ძალიან კარგი კითხვაა და არა უბრალო ეს არის ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოებას შორის ბალანსის საკითხი და ბრეივიკის მაგალითზე მელაპარაკება ისევ არა ბრეივიკის მაგალითზე ასე მას ჩარჩენილი აქვს რომ ბრეივიკზე ველაპარაკებოდი თზე და უკვე შემდგომ ესე იგი და ძალიან კარგი და ზუსტი ბრეივიკის მაგალითზე ახსნი ბრეივიკის საქმე ნუ ისევ ბრეივიკის მაგალითს უბრუნდება თუმცა ანდეის ბრეივიკი ამტკიცებს რომ მისი იზოლაცია პაემნების აგზავნილების ცენტრს არ ხვევდა და სხვებსაც შეუძლიათ ამის დამტკიცება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხტს და მერვე მუხტს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება აი ეს არის ბრეივიკთან მიმართებაში და პრინციპში ვრცელდება უკლებლივ ყველა პატიმარზე მე მაინც ჩავეკითხები ყველა პატიმარს გულისხმობ არა მაინც და მაინც ბრეივიკს ერთხელ ვერ გაიგო ამ ყველაფრის ცოდნემ და იქნება და ძალიან კარგი ნახეთ როგორ საინტერესო პასუხია პატიმრის კომუნიკაციისა და პაემნების უფლება ზოგადი პრინციპები პატიმარი რჩება ადამიანად ამიტომ მას აქვს საბაზისო უფლებები რომლებიც შეიძლება მხოლოდ გამართლებული მიზეზით შეიზღუდოს და ვერანაირი გამართლებული მიზეზი ხსენებული ხუთი პირისათვის კომუნიკაციის შეზღუდვისა ეს არ არსებობს ვერ მოიძებნება ეს არ ნიშნავს იმას რომ ციხის ადმინისტრაცია ან იუსტიციის სამინისტრო კორესპონდენცია რომელსაც გამოაგზავნის ასე მაგალითად მურთაზოდელავა არ გადაამოწმოს შეიძლება აქვს გადამოწმების უფლება მიიღოს ამ გადამოწმების უფლება მათ შორის სასამართლო გზითაც ხო მაგრამ შეუზღუდოს კალამი არ მისცეს და ფურცელი არ მისცეს რომელიმე პატიმარს შეუზღუდოს ასეთ სამხრივად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეს წარმოუდგენელია პატიმარს აქვს უფლება კომუნიკაციაზე ეს მოიცავს წერილების გაგზავნა მიღებას საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო კანონების მიხედვით სატელეფონო ზარებს ვიზიტორების მიღებას ოჯახი ახლობელი ადვოკატი ამ უფლების საფუძველი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია მუხლი 8 გაეროს პატიმართა მინიმალური სტანდარტული წესები მანდელას წესები მე არ ვიცოდი ხო აი ხა თქვენ გიზიარებთ მეც ლაივში ვეცნობი არ ვაპირებ ამ ვიდეოს წაშლას არ დავაპირებდი სულ სხვა პასუხი რომ მიმეყო ბევრი ქვეყნის შიდა კანონი მაგალითად ნორვეგია თვითონ მიწერს საქართველოს აი მიგაქცევინებთ ყურადღებას რომ საქართველოს წერია ბევრი ხა აქ უღმაჩანს ალბათ ხო აი ბევრი ქვეყნის შიდა კანონი მე უკვე მაგწერია პირველი არის ნორვეგია მე მესმის რომ ამოტრიალებულია შემდეგი არის საქართველოს საფრანგეთი გერმანია და სხვა შეზღუდვაო აი ვაღიარებ
შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში. პატიმარს შეიძლება დროებით ან ნაწილობრივ შეეზღუდოს კომუნიკაცია თუ არსებობს უსაფრთხოების საფრთხე, გაქცევის, ძალადობის, პატა ბურჭულაზე ვერც გაიქცევა და ვერც იძალადებს. იდეოლოგიის გავრცელების რისკი, რაც აბსოლუტური სიგიჟეა, შეგიძლიათ დააწესოთ შეზღუდვა მურთაზ ძოდელავას თუ პატა ბურჭულაძის თუ ლაშაბერიძის კორესპონდენციაზე. ან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს ან მოწმეებს. ხო, აი ამ კომუნიკაციამ, ოღონდ შეზღუდეთ. რატო მოუყევი ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ დაგიდასტურეთ, რომ ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა არად დაგიდევთ არც საერთაშორისო კანონს, არც იმ კანონებს, რომლებსაც საქართველოს მიუერთდა და რომლებიც საქართველოს აღიარა კონვენციებს ასე მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხელისუფლება აპირებს შემდეგი რამის, ახლა ეს ხო უკვე ფაქტია, ეს ხო დადასტურებული ამბავია, რომ უკლებლივ ყველას ჩააკვედინოს ხმა, უკლებლივ ყველა გააჩეროს და გააჩეროს არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული მისი კანონებით, არამედ ძალით. იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ამ ძალის გამოყენების დემონსტრირების უფლება როგორც ასეთი არ აქვს. აი მაგალითად მას არ ჰქონდა იდეაში არ ჰქონდა ადვოკატ დავით ჯანდიერის ასე მიბულინგების და შესაძლო დაჭერის უფლება. ამ ყველაფრის მიუხედავად კანონს საერთოდ არ იშველიებს, არანაირ სამართალს საერთოდ არ ეყრდნობა დავით ჯანდიერმაც კი ადვოკატმა ბაჩიაშვილისას შეიძლება ამოხოს საპატიმროში თავი, ვერანაირი ლოგიკური დასაბუთება პროკურატურას და სამართალდამცავ სტრუქტურებს, სამართალდამრღვევ სტრუქტურებს დავით ჯანდიერთან იმართებაში არ აქვს. აი მაგალითად უგორებს რომელიმე მაღალჩინოსანი ბანდიტი, მაგალითად პაპუაშვილი თუ კობახიძე კამპანიას მარინა ჩიტაშვილს და მარინა ჩიტაშვილი შეიძლება უნივერსიტეტმა გააგდოს აკადემიური სივრციდან პირდაპირ მნიშვნელობით გააგდოს, იმიტომ რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გადაჯაჭვული სახელმწიფო შტოებთან, ბუნებრივია ამ სახელმწიფო შტოებს წინააღმდეგობას ვერ უწევს საკუთარივე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოუზრუნველყოფის აუცილებლობის მიზეზით. ჟურნალისტებზე, ზოგადად უკვე პატიმრებზე, ქუჩაში მყოფებზე, რომლებიც არ ეპუებიან ამ ხელისუფლება რეჟიმს, აღარაფერს ვიტყვი. ეს ხელისუფლება იქ ხელისუფლება წოდებული ბანდა, იქ სადაც მას არ გასდის და არ აქვს არანაირი ხელჩასაჭირი, თუმცა არსად არ აქვს ეს ხელჩასაჭირი მეორე მხრივ, მაგრამ სადაც არ გასდის, სადაც ხელჩასაჭირი არ აქვს, იქ უკვე შეუსევს ხოლმე ტროლებს და ბოტებს და უგორებს კამპანიებს. ხა მე საიზდამაი საკუთარი თავის ხსენება სულაც არ მიდოდა, მაგრამ ერთ-ერთმა სახელმწიფო პროპაგანდისტურმა არხმა რაღაცა ჩემი ორი ვიდეო კი არ მიამონტაჟა, კი არ დაჩეხა. მართლა იყო რაღაც ნაწილი, ერთი ვიდეო და აი ამ სივრციდან ჩაწერილი ვიდეო იყო 4 ოქტომბერს სწორად 2 საათზე. მე რაღაც 23 საათზე ჩემი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან ერთმანეთს მიაწება და რაც მთავარია ააგორა კამპანია, სათაური დაარქვა ისეთი, რომელიც კამპანიური სიძულვილის კამპანიური ხასიათისაა და ააგორა და არ ვიცი 100 თუ 125 თუ 150 კომენტარიც მივიღე პასუხად ამ ადამიანების მხრიდან და არ დაგიმალავთ, მე ახლავე შევიჭიდები იქ რა ხდება მოცემულ ეტაპზე, მე გავეცი პასუხი 125-ს ხო არ გასცემდი, ახლა სათითაოდ ხო არ ჩამოუვლიდი, მაგრამ აი ახლა მე გეტყვით, მე რა პასუხი გავეცი, არ არის 153 კომენტარი ყოფილა, მე გავეცი პასუხი, აქ არის კომენტარები როგორი, იცით, აი აქციაზე კი არა საავადმყოფოში წადი, აი თქვენ საცოდავებო, კითხვა მაქვს ამასაკის ადამიანებიც, რაღაცას ესე სულაც შვები, ბერდებოდე და შტერდებოდე, რაღაცა წინ დაჯექი მალე მიხვალ, ეს არ არის ახლა საბოლოოდ მაქვს შეურაცხყოფელი კომენტარების უმრავლესობა ის ჩმორი ბერიკაცუნები, უბედურები ნახეთ და ასე შემდეგ. მე ხა შეურაცხყოფელ სიტყვებს შეგნებულად არ ვკითხულობ და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა ვიშენ გადავარდი კლდეზე, მე ჩვენ გადაგაგდებთ კლდეზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ამ ყველას გავეცი ამგვარი პასუხი და ჩავიკითხავ ამ პასუხს. და რატო ყვები ახლა ჩემს кейს კი არ გიამბობთ, მაინც და მაინც რა მნიშვნელოვანი ხა თქვენთვის არის, ხო ამასაც შესაძლოა მოჭრიან და გავრცელებენ. მე გიამბობთ ჩემი кейსის მაგალითზე, როგორ სიძულვილის კამპანიებს აუგორებს ხოლმე სახელმწიფო მედია იმათ, ვისაც ესე ფორმალისტურად მათეული კანონებითაც კი არ ან ვერაფერს ედავება.
ეხლა მე მივწერე ამგვარი რამ და ჩავიკითხავ თქვენი სტემართვით და ასე დავამთავროთ, უბრალოდ მინდა ავხსნა რა რამდენად ბოროტი და ხვარძლიანი და ადამიანის გამთელავი პატაბურჭულაძის ერთ შემთხვევაში, დემონსტრანტებისა მეორე შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში რიგითი რაღაც არა რიგითი საჯარო პირებისა, ჩემი მოკლედ მე არა 500 ხარისხოვარი ვარ, არა აქ პრინციპად მე ლაპარაკობ ადამიანების სახელით, ხო, ადამიანების ვისაც ესეთი ვინც ესეთ ბულინგს ხდება. ძვირფასებო ბჭყალებში შალვა, ბაჩო, გური, ანუ პოზიტივის მესეურებს გულისხმობ, წამყვანებო, დამფუძნებელებო, რეალურად ქართულგვარიანო რუსებო მეთქი. ასე მიუმართავ მე მათ. აგრეთვე კონკრეტულად ამ ვიდეოების გამოქვეყნების ინიციატორებო მე ხო არ ვიცი ვინ არის. ასევე რუსებოები მეთქი. თქვენ არ გესაუბრებით და იმიტომ რომ ვერ გამოსწორდები. მე ვესაუბრები კომენტატორებს. იმ მომენტისთვის იყო დაახლოებით 80 კომენტარი, ეხლა არის 153, ხო? მეგობრებო, ამ ჯგუფის მიერ აგორებული კამპანია თითქოს მე შეშლილი ვარ და მკურნალობა მჭირდება, რეალურად ემსახურება ერთს და მთავარს, თქვენს და არა ჩემს გაგიჟებას. თქვენს გაგიჟებას და თქვენს მიერ ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ან შესაძლოთ ფიზიკურ ანგარიშწორებასაც პირველ მიზანს ანუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ისინი ვერ მიაღწევენ მართლა ვერ გავჩერდები და არ გავჩერდები ჩემი კრიტიკულობის ხარისხი არა თუ შემცირდება არამედ გაგრძელდება და გაძლიერდება ბიზნა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბანდის წინააღმდეგ მეორე ანუ ფიზიკური ზეწოლა კი ჩემზე არაა დამოკიდებული მეთქი ახლა მთავარი მეგობრებო და მე მიმართავ სახელები ხრამდი ვინც ამოვარჩიე ხო იქ 80 კომენტარიდან ჯაბა, ნანა, მერაბი, რაუზი, მანანა, ნარი, სოსო და სხვები. თქვენგან ზოგი ტროლია მეთქი და ზოგი არა, ვინც ტროლი არა, მათ მიმართავ რა, დაგემართათ ხალხო და ეხლა აი პრაქტიკულად კითხულობა ეს დავდებ ამ წინა ტელეფონს და ესე ჩავიკითხავ. რა დაგემართათ ხალხო, რა დაგემართათ. რა გიქნათ ამ მართლა რა გიქნათ ამ ბიზინა ივანიშვილმა ხალხო, რა საჭიროა მსახურება, თუ ტროლები არა ხარ და 30 ლარს არიღებთ ხო რა საჭიროა მსახურება ესოდენი ბიზნა ივან რას გიხდით არცერებს არ გიხდით თუ ტროლები არ ახართ ხო მოკლედ რა გჭირთ რამ გაგა ვეშად გაგა ბოროტად შეხედეთ თქვენს თავს გვერდიდან კითხეთ თქვენს თავს მოიწონებათ კი თქვენს საქციელს ასეთ სიძულვილს თქვენი მშობელი ბაბუა ბებია წინაპარი ან შვილები მოიწონებენ კი მაგალითად ჰარლეი დევიდსონს მოუწერია ასეთ ჰარლეი დევიდსონ უკაცრავად good ხო ხომ და ესა ხომ ყავს შვილი მეთქი ან რომეო ხოცხესურიანი არა ჩვეულებრივი გვარი გაქვთ მეთქი თქვენ თუ გიწონებენ თქვენი მშობლები თუ ღმერთმა ყავთ თუ ყავთ ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ამ კომენტარს მეთქი იმიტომ რომ ისა სიძულვილის აშინელი სიტყვებით მომმართა და აი მართლა მიუმართავ აი რა ქვია რომეო ხეცურიანს ხო აი რა დაგემართა რომეო ჩემო კარგო კაცო მეთქი ვერც ვიტყვი მაგრამ ნუ აი ამ არაჩვეულებრივი გვარის და ჰარლეი დევიდსონის გვარი ხო არ ვიცი ის იმის გვარიც რაც არ უნდა იყოს მithყოდი რა ჩვენული გვარია თქვენი და აგე თქვენ ღიად პოზიციონირებთ თქვენივე გვარით გაგაუბედურად ჩემი მოსაზრებით ივანიშვილმა მის აქაურმა მონებაც გაგაუბადურეს ადამიანებო გიყენებენ განადგურებენ ადამიანობას გაკარგვინებენ და თავად კი ტკებებიან და შალვარამიშვილი თუ ლაშანაცვლიშვილი თუ გოგა ხაინდრავა თუ სხვები და სხვები აი ეს ბანდა მოკლედ იდეოლოგი აი ამ სიძულვილით თქვენი სიძულვილით ამ შემთხვევაში ჩემს და მე მეორე 41 ხარისხოვარი ვარ ვიღაცების მიმართ ისინი ტკბებიან როგორ მიუქციეს გავეშებული ძაღლებივით ადამიანები მათ ოპონენტებს მეც არაფერს გეტყვით არც გინებაში გაგეჯიბრებით და არც თავის მართლებას დავიწყებ ერთს ვიტყვი ზოგადად არ დასრულდება და მე მართლა მგონია რომ თუ ასე გააგრძელა ბიზინა ივანიშვილმა სიძულვილი და სიძულვილის დათესვა და მიქსევა ადამიანებისა მე ვერ მიმაქსებს მომაქსებს ხო იმიტომ რომ მე მას არ მუჯერებ და არ ვექვემდებარები მაგრამ აი თქვენ კი უჯერებთ მის ხელის ბიჭებს სისხლამდე მივა თმალე მეთქი ამას ვამბობ და ამ სისხლში ან იმ სისხლში ხო რომელიც უთუოდ დაიღრება თუ ასე გაგრძელდა ან ჩემი ან თქვენი მეთქვა დაგიფაროთ ხო ჩვენი ან ჩემი თანამოაზრისა ბიზიგანას რომელიმე კრიტიკოსისა ლომის წილი ეკნებათ დადებული ამგვარი სიძულვილის ინსპირატორებს შალვებს ლაშებს სხვებს და სხვებს რომლებიც ასე ცდილობენ პაპუაშვილების მონები არიან ხო ისინი კობახიძეების ივანი ასე ცდილობენ ადამიანების და სახელისუფლო ძალის მფლობელები არიან რაც მნიშვნელოვანია და მე უკვე ხელს შემოგაწმენდენ თქვენ მეთქი მე მithქვამთ ჩემი სიყვარულს გისურვებთ მეთქი არც ერთი ლაიკი აი ამ 18 საათის წინ დადებულ ამ ჩემს კომენტარს არ აქვს ამ საიზია რომ მიხდით ხო რომ პოზიტივის საიზია რატო ვლაპარაკობ ამას სიძულვილი დაანგრევს ამ ქვეყანას მე არანაირ შემთხვევაში არ ვაპირებ ნაბიჯი გადავდგა შალვარამიშვილისკენ ან
შალვა პაპუაშვილისკენ ან შალვა ვინაღავს კიდე ვინმე შალვა თადუმაძისკენ ხო არ ვაპირებ ცხადია არც ირაკლისკენ არც მეორე ირაკლისკენ არც მესამე და არც მეხუთე ზოგს ვიცნობ ზოგს არ ვაპირებ მაგრამ მეც კარგად უნდა ავხსნა ისინი მე რო არ ვაპირებ ეგერთი ამბავია მაგრამ ისინი არათუ ნაბიჯის განმოგვებას არ აპირებენ არამედ აპირებენ ჩვენს ამოშანთვას ვერ მიიღებენ ამ ამოშანთვას წერილები რო შეუზღუდონ პაატა ბურჭულაძე ეს რომ პირობით ლაბარა ბოლოს არ ვიცი რაღაც როგორღაც გამოაღწევს ხმა საპატიმროდან იმის თაობაზე როგორ მდგომარეობაში ან ერთი ან მეორე ან მეხუთე ან ვინმე პატიმარი და ასე შემდეგ შეუძლებელია ამის გაგრძელება გაგრძელება აქ არ გავა ბოლშევიზმი აქ არ გავა 30-იანი წლები ვერ დამყარდება აქ დიქტატურა რომ იცოდეს ბიზინა რუსმა ივანიშვილმა და რუსი როა ამას ვიტყვი ყოველთვის რაც არ უნდა მოინდომოს ვინმემ ჩემი და ჩემზე მაგრების ან ჩემზე სუსტების ავიც სადღაც შუაში ვარ ხო ან ვდებავთ არიერგარდში ამ მნიშვნელობა ხო ჩვენ ვერ გავჭერდებით ვერ იმიტომ რომ ჩვენ გვიხმობს ზარი ხო ვის უხმობს ზარი ჩვენ გვიხმობს ზარი ეს არის სიმართლე ნუ რასოდეს იკითხავ ვის უხმობს ზარი ყოველთვის იცოდე ნუ ასულეს იკითხავ ვის უხმობს ზარი ყოველთვის იცოდე რომ ზარი შენ გიხმობს თუ არ ვწდები ასეა ნახვამდის